ირაკლი ფარჯიანი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი სიტყვა თქვა. მისი მხატვრული სამყარო ერთდროულად ტრადიციასა და ინდივიდუალობას აერთიანებს. ფერწერასა და სინათლეს სივრცე და სიმბოლოები ერთ დიდ ისტორიად იქცევა. გამოფენა სახელწოდებით იდუმალი სხივი, რომელიც სახვითი ხელოვნების მუზეუმში დღეს გაიხსნება ირაკლი ფარჯიანის მრავალშრიან შემოქმედებას 1970-იანი წლებიდან მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრებამდე აერთიანებს. ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იდუმალი სხივი იხსნება 7 აპრილს ხარებას. ეს დღესასწაული არის განზრახ არჩეული, იმიტომ რომ ზოგადად რელიგიური აზროვნება, ხაწერითი ელემენტები, საერო მხატვრობის საკრალიზაცია იყო ძალიან წამყვანი და მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში, მის მხატვრულ აზროვნებაში. რასაკვირველია, ეს არის ერთგვარი რეტროსპექტივა, განვითარების ხაზის ჩვენების მცდელობა, თუმცა არის აბსოლუტურად სხვა კურატორული, საავტორო კურატორული წაკითხვით წარმოჩენილი ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება, მისი მხატვრული ენა. მიუხედავად ჟანრული მრავალფეროვნებისა, პეიზაჟები, ნატურმორტები, პორტრეტები თუ სიმბოლური კომპოზიციები, რელიგია ფარჯიანის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მაშინ, როდესაც საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში რელიგიური თემები ფაქტობრივად აკრძალული იყო. ფარჯიანი იყო ის ხელოვანი, რომელმაც მოახდინა ქართული ხელოვნების საბჭოთა იდეოლოგიური მარწუხებიდან განთავისუფლება, ემანსიპაცია, შემოიტანა ადამიანური სივრცე და მეტნაკლებად აი რაღაცა ათეისტურ წიაღში შეარიგა ქრისტიანული კანონიკა, ხაწერის ელემენტები და თანამედროვე ხელოვნება, რაც იყო ძალიან ესეთი რთული გამოწვევა იმ პერიოდისთვის. მხატვარი მუდმივად იკვლევდა სინათლისა და ჩრდილის, სივრცისა და სიბრტყის ურთიერთობას და ქმნიდა ფერწერას, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების მსგავსად ტრანსცენდენტურზე, საკრალურზე გვესაუბრება. მის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება შეხვედრის მოტივი, ადამიანებისა და ღმერთის, რეალური და მითოლოგიური სამყაროს, ამქვეყნიურისა და ზეციური შეხვედრები. ამ შეხვედრებს შორის ყველაზე ხშირად მხატვარი ხარებას უბრუნდება. გამოფენაზე დამთვალიერებელი უნიკალურ ტილოს ხარებას ნახავს, რომელიც პირველად იფინება. ეს არის უკვე ამ გამოფენის ცენტრალური კედელი. როგორც ხედავთ, აქ არის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ნამუშევრები. პირველად ამ გამოფენაზე გამოვიდა ჩვენი მუზეუმის ფონდიდან 5 ძალიან მნიშვნელოვანი ტილო. ერთ-ერთი არის ეს უნიკალური ხარება, ასევე 2 ჯვარცმა და კიდევ რამდენიმე ნამუშევარი. გარდა მუზეუმის კოლექციისა, დამთვალიერებელი გამოფენაზე ნახავს კერძო კოლექციებიდან იშვიათ ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მისი სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრებიც. ამ კედელზე ჩვენ გვაქვს ირაკლის ადრეული ნამუშევრები, ძირითადად 70-იანი, 80-იანი წლების. მაგალითად, ეს არის პასტორის ოჯახი, მისი სადიპლომო ნამუშევარი, უბრალოდ რომელიც მან დახატა 77 წელს სამხატვრო აკადემიაში, თუმცა მას ეს დიპლომად არ ჩაუთვალეს და იძულებული გახდა უკვე შემდეგ ყოფითი სცენა აერჩია და შემდეგ უკვე ირაკლი ფარჯიანი ქმნის ამ ნამუშევარს, ის არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნამუშევარი, სადაც ასახულია მისი ოჯახი, თავად მისი ძმები და მამა. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და განსხვავებული მისი და ევროპული ელემენტებიც იკითხება. ყოველგვარი მატერია შედედებული სინათლეა, წერდა მხატვარი. სინათლის მატერიალიზაცია მის ფერწერაში სამყაროს ღვთაებრივ წარმოშობაზე მეტყველებს. სწორედ ამ პრინციპით იქმნება მისი მეტაფიზიკური ლანდშაფტები, შეხვედრების ციკლი, ყვავილები და პორტრეტები. მოგვიანებით ბერლინში, სადაც მას დიდი ფორმატის ტილოებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა, მხატვარი თავის ჩანაფიქრს ახორციელებს. მინიატურების იდეებს დიდ ფერწერულ კომპოზიციებად გარდაქმნის. იქ იქმნება მისი შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ბერლინის ციკლი. ბერლინური ციკლი 90-იან წლებში, უკვე 89-90-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები, რაც არის მეტაფიზიკური პეიზაჟები, უფრო აბსტრაგირებული აზროვნებისკენ არის მიდრეკილი, აქ მკვეთრად იცვლება მისი ხელწერა, გაცილებით უსაგნო არის, სათავიდან გამომდინარე ხვდებით, თუმცა ყველგან არის ძალიან წამყვანი შტაინერული აზროვნება, ანთროპოსოფიური მსოფლმხედველობა, სადაც მას მუდმივად აინტერესებს ის, რომ ყველაფრის ცენტრი არის ადამიანი, ადამიანის ძიება და ადამიანის თვითგამორკვევა სამყაროში, შემეცნების გზა, იდუმალი შემეცნება, გარიმდება, მარტოობა. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მუშაობის პროცესს. თვლიდა, რომ ხელოვანი ყოველთვის მზად უნდა იყოს იდეის დასაფიქსირებლად.
მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის. ამბობდა მხატვარი და მუშაობდა თითქმის შეუჩერებლად. მაშინაც, როცა ტუბერკულიოზით დაავადდა და ექიმები დასვენებას თხოვდნენ. ირაკლი ფარჯიანი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და შექმნა ნამუშევრები მარადიულ ფასეულობებზე, რომლის ნახვაც დამთვალიერებელს სახვითი ხელოვნების მუზეუმში მაისის ბოლომდე შეეძლება.